საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს ცოდნა და განათლება რა არის. ხაც უსვა მე ემოციურად არ ვლაპარაკ და პიროვნებებად არც კობახიძე არ მაინტერესებს, რა საინტერესო ის არის საცოდავი ახალგაზრდა კაცი, რომელიც გასრესილია დამპალ იდეოლოგიასთან. განათლების სისტემამ თურმე ბაზრის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. ეს ლიბერალური სიშტერე აბსოლუტურად რამაც დაანგრია კლასიკური ევროპული განათლება, მოდით ნახოთ რა შეასაქმე. თავისთავად ცხადია განათლება უმაღლეს სასწავლებლებში, ტექნიკურში და ასე შემდეგ უნდა გარკვეულწილად აკმაყოფილებდეს და აკმაყოფილებს კიდე კი მშენებლებია საჭირო, ელექტროინჟინრებია საჭირო. ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ განათლების სისტემაში ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილება არის პატარა სეგმენტი. მთავარი სეგმენტი, რომელიც მზადდება სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის განვითარებისთვის, არის ის, რომ ამ მთავარმა წარმომადგენლებმა ამ განათლებისა უნდა უზრუნველყონ ცოდნის წარმოება.